საღამომშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ კვლავ TV პლუსის ეთერში ვართ. ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში პოლკოვნიკი ბატონი კოტე ფორჩხიძე. დღეს ჩვენ გვექნება საუბარი მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე და გავამახვილებთ ყურადღებას ამავდროულად კომისიის მუშაობაზე, რომელიც კომისია მას დაიწყო უკვე მუშაობა და გარკვეული, ესე იგი, მიმართულებები უკვე გამოიკვეთა. ეს მიმართულებები, სხვათა შორის, რომელი მიმართულებებიც გამოიკვეთა, ეს რამოდენიმე დღე არის კომისიის მხრიდან, ჩვენ არაერთხელ გქონია ამ საკითხებზე საუბარი და ამიტომ დღეს მე სპეციალურად მოვიწვიე ბატონი კოტე ფორჩხიძე იმასთან დაკავშირებით, რომ არათუ მარტო ჩვენი ტელეეკრანებიდან და ჩვენი რომ ვიტყვი სხვა დანარჩენი პრესის საშუალებით ხდებოდა ამ ინფორმაციების გაჟღერება, არამედ ჩვენ წლები არის ერთად მუშაობთ ამ საკითხებთან დაკავშირებით. ეს შეეხება 2010 წლის აგვისტოს ომს, ეს შეეხება იარაღით უკანონო ვაჭრობას და ასე შემდგომ, ხო? და სწორედ აი ამ საკითხებთან დაკავშირებით კომისიამ დაიწყო აქტუალური მუშაობა და რაც ეხლა მე მოვისმინე კომისიის მხრიდან, ჩვენ თვალყურს ვადენებთ კომისიის მუშაობას და შესაბამისად კომისია, რომელიც თავის მუშაობის ამ გარკვეულ დროს პირდაპირ ტელეეთერების საშუალებით გადმოცემს, ამავდროულად ჩვენ ისედაც გვაქვს ინფორმაციები საკითხებთან დაკავშირებით, თუ რა საკითხებს არის წამოჭრილი ამ კომისიის მხრიდან, ხო? და პირველი საკითხი ეს იყო 2008 წლის აგვისტოს ომი. მეორე საკითხი და შესაბამისად ეს ერთმანეთზეა მიბმული, ეს არის იარაღით უკანონოდ ვაჭრობა და იმ იარაღზე საუბარი, რომელი იარაღიც შემოტანილი იქნა უკრაინიდან და შესაბამისად უნდა გამოეყენებიათ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და არ იქნა გამოყენებული. ამავდროულად ქალბატონმა წულიკიანმა წამოწია საკითხი და ძალიან ესე იგი რომ ვიტყვი მნიშვნელოვანი არის ეს საკითხი, ეს არის კავშირგამულობა, რომელიც კავშირგამულობაც 1 საათითაც ვერ იმუშავა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს. რაზეც ჩვენ მქონდა საუბარი და რაზეც ჩვენ რომელიც ესე იგი მასალებით ჩვენ გვაქვს მოპოვებული, ხო? აი ეს ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებდით და ვამოვდით, უკვე კომისიამ დააყენა ეს საკითხები და ამიტომ ახლა დღეს ბატონ კოტესთან განვიხილავ ამ საკითხებს და სხვა დანარჩენ კიდევ საკითხებს, რომელიც საკითხებიც ეხება როგორც საქართველოში შიდა პოლიტიკურ მდგომარეობას, ასევე ჩვენ შევეხებით რუსეთ-ამერიკის შეხვედრებს და იმ შეთანხმებებს, რომელიც მიმდინარეობს მეორე დღე არის და ასევე ჩვენ შევეხებით კიდევ სხვა დანარჩენ პოლიტიკურ საკითხებს. ბატონო კოტე, დავიწყოთ იქიდან და ალბათ საინტერესოც არის მაყურებლებისთვის. კომისია პირველი შეეხო საკითხს 2008 წლის აგვისტოს ომის საკითხს. და მან ესე იგი ძალიან რომ ვიტყვი აი ყურადღება მიაქცია იმ დარღვევებს და ამავდროულად როდესაც ამ საკითხებზე იყო საუბარი, მოწვეული იყო ამ კომისიაზე მთავარი პროკურატურიდან ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნადარეიშვილი. რომელ პროკურორსაც სამწუხაროდ ბატონ ტრისთან პირველ რიგში მივესალმები ჩვენს ტელემაყურებელს, მადლობას გიხდით მოწვევისათვის. კიდევ და კიდევ თქვენ ტელევიზიას, თქვენ ტელევიზიის მენეჯმენტს და მინდა ვთქვა ესეთი რამ, რომ აი ზუსტად აი ეს რაც დღეს მიმდინარეობს, ბრიტანელები ამბობენ საერთოდ, ხო, რომ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს და ალბათ დადგა ეს დროც, ეს გვიანი დრო, როდესაც უკვე ფაქტიურად უნდა დადგეს სამართალი იმ დანაშაულებებზე და იმ დანაშაულებრივ სისტემაზე, რომელიც პრაქტიკულად შეიქმნა და ჩამოყალიბდა ნაციონალური მოძრაობის ზეობის პერიოდში და რომელიც დღემდე მე ვფიქრობ და დღემდე გრძელდება, იმიტომ რომ მათი შექმნილი ეს სისტემა დღემდე მოშლილი არ არის. სახელმწიფოებრივი მოწყობის სტრუქტურები და ის მიმართულებები, რაც მაშინ ჩადებული იყო ფუნდამენტში, დღესაც არის მოქმედი და ზუსტად არაფერი არ შეცვლილა ამ მიმართებაში, იყო გარკვეული კოსმეტიკური ცვლილებები განხორციელებული, მაგრამ ეს კოსმეტიკური ცვლილებები ატარებს მხოლოდ ასე ვთქვათ ფორმალურ ხასიათს, მე ვთვლი ესე და არა შინაარსობრივად ის ბევრს არაფერს არ ცვლის. და სწორედ შეიძლება ამის შედეგიც იყოს, რომ ამის შედეგიც იყოს ის ვითარება, რაც დღეს ქვეყანაში არის შექმნილი. და ეს კომისია, რომელიც შეიქმნა, ხო, დღესდღეობით, არის, მე ვფიქრობ,
უკვე მეორე მცდელობა ხო ერთელ თვითონ შექმნეს ნაციონალურმა მოძრაობამ და თავის ეს თავიანთი კომისია გაправება რომ უნდათ 2020 თავიანთი ასე ვთქვათ თავის გაправება ჭირდებოდათ მაგრამ მათაც არ გამოუვიდათ მაშინ არ გამოუვიდათ და მე იქაც ბევრი რამე გაჟონა მე ვშიშობ რომ სწორედ ამ გზით არ უნდა წავიდეს კომისია და პირველი რაც უნდა გამოკვეთოს კრიმინალი და დანაშაული და ამ კრიმინალი და დანაშაულიდან ზუსტად უნდა იქნას აწყობილი ხელის ვერტიკალი და იქიდან გამოჩნდება თუ რა დონეზე იყო ეს ყველაფერი ორგანიზებული, ქონდა თუ არა საქმე სახელმწიფოებრივ პოლიტიკასთან, დანაშაულებრივ პოლიტიკასთან და საბოლოო ჯამში უნდა დადგეს ის განაჩენი, რომელიც ასე სჭირდება ჩვენს ხალხს, რომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველოს ტერიტორიაზე არცეც არ მოუვიდეს თავში, აწარმოოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების გამოყენებით ის შაუბნელი საქმიანობა, რა შაუბნელ საქმიანობასაც ეწეოდა ნაციონალური მოძრაობა თავისი, ასე ვთქვათ, 9 წლიანი მოღვაწეობის პერიოდში. კერძოდ მე მივესალმები ამ კომისიის მუშაობას, კიდევ თქვი და ადრეც ვთქვი თქვენს ეთერში, მივესალმები ამ კომისიის მუშაობას და ვთვლი რომ და გავმეორდები აბსოლუტურად, რაც თქვი წინა თქვენ გადაცემაში, რომ აუცილებელია პროფესიონალთა ჯგუფი იყოს ჩართული ამ გამოძიებაში, როგორც საზოგადოებრივი, გინდათ საზოგადოებრივი მონიტორინგის, ასე ვთქვათ, კუთხით, რომ ამას ჰქონდეს გამჭვირვალე ხასიათი, უფრო გამჭვირვალე ხასიათი, ეს ხელისუფლებას ურჩევდი მე ამას და პლუს კიდევ ჰქონდეს ამას მიზანმიმართული პროფესიული თვალსაზრისით გამყარებული ცოდნა ოპერატიული გამოცდილებისა რამაც შეიძლება მოიტანოს ის შედეგი რომელიც აუცილებლად დაეხმარება შემდგომში პროკურატურის ორგანოებს იმისათვის რომ მოპოვებული იქნას ლეგალიზაციისათვის საჭირო მასალა ჩვენ საუბრობთ დღეს მხოლოდ და მხოლოდ ოპერატიულ მასალაზე და მინდა ხაზი გაუსვა, იმიტომ რომ ეს არ გახლავთ მტკიცებულებები, თავშივე ამაზე ვამახვილებ ყურადღებას, იმიტომ რომ გინდაც გაზეთში გამოქვეყნებული, გინდაც ჩვენს ხელთ არსებული ეს ინფორმაციები, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ ლეგალიზაციის ორგანო, ჩვენ არ გვაქვს ის უფლებამოსილება და არ ქონდა ის უფლებამოსილება, არ წარმოვადგენდით ძალოვან უწყებას, რომ მოგვეხთინა ამ ინფორმაციის ლეგალიზაცია და ამაზე დაგვეყენებინა შესაბამისი სამართლებრივი შედეგი. ბატონო კოტე, ეხლა თქვენ ახსენეთ მტკიცებულებები. ხო, გასაგებია, კომისია თავისთავად არის მუშაობს გარკვეულ ინფორმაციების საფუძველზე, ხო? მაგრამ ამას მათ ყავთ, ამიტომ არის რომ იმ კომისიაში კი არა, თვითონ კომისიის ხდომა რომ მიმდინარეობს და რაღაც გარკვეული ექსპერტები გარკვეული მიმართულებებით რომ მიმდინარეობს ის რაღაც გარკვეული მასალებისა და გარკვეული მიმართულებებით რაღაც გარკვეული საუბრები და შესაბამისად რაღაც ინფორმაციების გაჟღერება ამავდროულად მათ უზით იქ პროკურატურის წარმომადგენელი. ასევე უზით მათ იუსტიციის წარმომადგენელი. მოდი ესე ვთქვათ რა. პროკურატურაც და ეს ძალოვანი უწყებებიც და ის კატეგორია ადამიანების, ვინც ამ ძალოვან უწყებებში დღეს არიან, ხო? ეხლა მე კერძოდ არ ვამახვილებ ყურადღებას თუ რა დონის ჩინოვნიკები დაიკითხნენ, ხო? ამ ერთი დღის თუ ორი დღის განმავლობაში. ჩვენ კარგად უნდა გავაცნობიეროთ ერთი რამ, რომ ამ ადამიანებს აქვთ თავიანთი ბექგრაუნდი უყოლას თავიანთ სტრუქტურებში, ხო? გარკვეულწილად, ხო, ისინი შეზღუდული არიან სრული ინფორმაციის გაცემაში საკუთარი უწყებებიდან, იმიტომ რომ ეს ამან შეიძლება უწყებას მიაყენოს შესაბამისი, ასე ვთქვათ, დარტყმა. კი, რაღაც გარკვეული ოპერატიული ინფორმაციის გაცემა ეს რაღაც ამიტომ არის რომ სრულიად დამოუკიდებელი გამოძიების აი დამოუკიდებელი რაღაცა ჯგუფი უნდა იყოს
რომელიც განსაზღვრა ეს იყოს მოდით ვთქვა და კიდე გამეორდები რომ უშიშროების საბჭოს ეგიდით ორგანიზებული დამხმარე საგამოძიებო კომისიისათვის დამხმარე რაღაც ოპერატიული ორგანიზმი, რომელიც შეძლებს აი ამ ინფორმაციების, სრული ინფორმაციების შეგროვებას, იმიტომ რომ შემოვა აბსოლუტურად ზღვა მასალა სხვადასხვა მიმართულებით, ეს შეიძლება შეეხებოდეს როგორც სახელმწიფოს ადამიანის, ასე ვთქვათ, წინააღმდეგ დანაშაულს, ეს შეიძლება შეეხებოდეს ომის დანაშაულს, ეს შეეხებოდეს სხვადასხვა ორგანიზებულ დანაშაულს, მათ შორის საერთაშორისო ნარკობიზნესს, საერთაშორისო იარაღის ტრაფიკს, ადამიანთა ვაჭრობას, ტრაფიკინგს და სხვა თემატიკას, რომელიც შესაძლებელი აი ამ თამოყრა ზღვა მასალამ უნდა მოიყაროს სადღაც თავი და აქ უნდა იჯდნენ ადამიანები, რომლებიც იცნობენ კერძოდ აი ამ მიმართულებებს, შესაბამისი პროფესიული თვალსაზრისით მომზადებული ბექგრაუნდის მქონე ადამიანები, მათ შორის უმწიფრო რეპუტაციის, მინდა ვთქვა, და ასეთი ადამიანები საკმაოდ არიან საქართველოში, მინდა ვთქვა, მათ შორის ყოფილი ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები, გინდაც დღევანდელი მოქმედი ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები და სწორედ მათ უნდა შექმნან ეს ანალიტიკური ჯგუფი, რომელიც დაეხმარება, ასე ვთქვათ, აი ამ პოლიტიკურ შემადგენელს, რაც პოლიტიკური შემადგენელია ამ შემთხვევაში პარლამენტის საგამოძიებო კომისია და იურიდიულ შემადგენელს, რომელიც იქნება ლეგალიზაციის მთავარი, ასე ვთქვათ, ორგანო, ხო, რომელმაც უნდა მოახდინოს აი ამ ოპერატიული ზღვა მასალიდან გამორჩევა შესაბამისი, ასე ვთქვათ, ინფორმაციების და მათზე მტკიცებულებების მოპოვება. არსებობს უკვე ეს შეხება, რაც უკვე ჩვენ ვიცით, ხო? და რაც არ ვიცით, უკვე ის გამოძიების პროცესში წამოვა თვითონ, იმიტომ რომ ეს უკვე პროკურატურის მხარეა, პროკურატურა და საგამოძიებო მისი ორგანოები დაიწყებენ უშუალოდ კონკრეტულ ყოველ თემატიკის, ასე ვთქვათ, გამოხშირვას და შერჩევას, იმიტომ რომ შეუძლებელია სრულად გამოიძიო ესა დიდი ხნის გამოძიება დაჭირდება ამას, მინდა ვთქვა. არა, არის იცი ახლა შეუძლებელია სრულად გამოიძიო გასაგებია, მაგრამ განმავლობაში ის ზღვა მასალა და ის ზღვა ინფორმაციები, რაც არსებობს. გასაგებია, ბატონო კოტე, შეუძლებელი არის, თქვენ ამბობთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ახლა მე თქვენ გეთანხმებით იმ საკითხებში, რომ იქ პარალელურად უნდა იყოს ჩათვლილი სპეციალისტები. ეს გასაგები არის. და მე სრულად ესე იგი მაგ პოზიციაზე ვარ. როგორც უშიშროების სპეციალისტები, ისე თავდაცვის სპეციალისტები და მეტყვი სპეციფიკური გამოძიება. წინათ თქვენ გადაცემაში ჩამოვთვალე, თუ რა სპეციალისტები, რა მიმართულების სპეციალისტები არის საჭირო იმის. სპეციფიკური გამოძიებაა ჩასადარებელი ამასთან დაკავშირებით. სამხედრო დანაშაულებებია ჩადენილი, ამას ჩვეულებრივი გამოძიებელი ვერ გამოიძიებს, ხო? ასევე უშიშროების კუთხით, ხო? სამხედრო კონდაზვერების კუთხით, ხო? ეს გეთახ კი ბატონო. მithumetes როდესაც ქვეყანაში არის სამშობლოს ღალატის კუთხით, კი ბატონო. მაგრამ ეხლა მაგ მოხსასებაში მიიღებენ მალე. კი ბატონო. ძალიან კარგი იქნება თუ ნახეთ ახლა რაც შეეხება ახლა იმას, რომ ეს იყოს სრულიად საჯარო კომისიის მუშაობა, ამ საჯაროებაზე ახლა ესენი იყენებენ საინფორმაციო საშუალებებს და ამ საინფორმაციო საშუალებები პირდაპირ ეთერში აშუქებენ. საჯარო არ მithქვა, მე ვიტყვი საზოგადოებრივი, ასე ვთქვათ, საზოგადოებისა დობით აღჭურვილი პირების მიერ კონტროლებად უნდა იყოს. მაგრამ ის რომ ეხლა ისინი პირდაპირ ასე ასაჯაროებენ ამ კომისიის მუშაობას, ესეც უკვე საზოგადოებისთვის რაღაცას ნიშნავს. საჯაროების რა გარკვეულ. ხო, ეხლა თქვენ დანაშაულებს ამან შეუძლია გარკვეულწილად ვინ განსაზღვრავს ამას, როგორ უნდა რა უნდა გასაჯარავდეს და რა არ უნდა გასაჯარავდეს. ხო, მაგრამ ეხლა შეხედეთ კომისიის მიერ შეიძლება ყველაფრის გასაჯარო. კი ბატონო, კომისიის მიერ იყო ჩამოთვლილი. გამოძიება არ დასრულდება. კომისიის მიერ იყო ჩამოთვლილი კონკრეტული დანაშაულებები, რომელიც ჩაიდინეს სააკაშვილის რეჟიმის დროს. იმიტომ შეიძლება დამნაშავეები მიიმალონ ამ. ხო, ეხლა იქ გასაგებია შეეხენ 2020 წლის აგვისტოს ომს. შეეხნენ იქ ამ იარაღის უკანონოდ ვაჭრობას. ამავდროულად წოლოკიანმა პირდაპირ თქვა ის, რასაც ჩვენ ბოდიში ბატონ ტრისთან მე არ მისმენია ეს დეტალებში, იმიტომ რომ სამწუხაროდ ეს დღეები ვიყავი ძალიან დაკავებული. კი ბატონო, მე მოვუსწრებ. შემდგომში
მე მოусმინე და მე გონდობი თქვენ და დიახ მე მაგ სტომა გაიგე და მე მოусმინე მე საერთაშორისო თვალყურს ვადევნებ ამ კომისიას რადგან ყველა გადაცემაში მე ამ კომისიის მუშაობის შედეგებზე მექნება საუბარი ხო ეს აუცილებელია რომ ნაციონალურ საზოგადოებამ ამავდროულად წულუკიანმა ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი წამოწია რომელიც საკითხზე ჩვენ მე და თქვენ მუშაობდით ეს კავშირგამულობა რომელსაც იმუშავა ერთი დღეც არ იმუშავა ხო და პიტაპით თქვა მან ის კავშირგამულობა უკვე ბატონ რეზოს მიმართულება არა რეზოს საერთოდაც რეზოს საერთოდაც ხო შესყიდოზე ხო ზუსტად აი ზუსტად ეს თქვა წულუკიანმა რომ ჩვენ როგორც როდესაც ჩვენ ამოვწიეთ ეს ჰარისის ტიპის კავშირგამულობის სისტემები რომლებიც თავის დროზე შემოვიტანენ საქართველოში ეს იყო უარგისი რადგან ვიეტნამის ომის დროინდელი ნახმარი კავშირგამულობის ისა აპარატურები იქნა შემოტანილი ზუსტად იგივე თქვა წულუკიანმა და პიტაპირ უთხრა პროკურორს რომ ეს ამ მიმართულებითაც უნდა ვიმუშაოთ ხო ეს ამავდროულად მათმა დააკენეს კიდევ გარდა ამ სამხედრო დანაშაულებებისა საკითხები როინშავაძის მკვლელობა წამოწიეს იქ სერგო თეთრაძის მკვლელობა წამოწიეს მე ვახსენე მე ადამიანის უფლებების დიახ ყველა ეს აბსოლუტურად დანაშაულებები რომელი დანაშაულებებიც იქნა სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩადენილი ზოგი გამოძიებული იქნა ზოგს ვიღაცას შეახოცეს ხელი და ის დაიჭირეს და იმას აგებინეს პასუხი მაგრამ ეხლა როგორც ჩანს კომპლექსურად უნდა ეს ყველაფერი გამოვიძიონ და ამ კომპლექსური გამოძიების საფუძველზე დადონ ის მასშტაბური დასკვნები და ის მტკიცებულებები რომლის საფუძველზეც უკვე მივლენ კონკრეტულ პირებამდე აი ლიდერებამდე იმ ხელმძღვანელი პირებამდე რომლებიც მოდიოდა ეს ისა აი მაგალითად მე პირდაპირ კაცი ვარ ბატონ ტრისთან და პირდაპირ ვიტყვი ყოველგვარი მიკება მოკვების გარეშე რომ აი მაგალითად მე რო ყოფილიყავი მაგალითად ამ საგამომძიებლო კომისიის ან თავმჯდომარე წევრი ნებისმიერ ხო მე გამოძიებას არ დავიწყები მისი პოლიტიკური და საერთაშორისო ასე ვთქვათ აი ამ საკითხების წინ წამოწევით იმიტომ რომ იქ საუბარი იყო სტრასბურგში მიმდინარე ხო ეს რა თქმა უნდა ხა არ წამოწევდი თანხლებია ესეთი მუშაობის თანხლები არის იმიტომ რომ პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთი რამე რომ ამ რეჟიმმა დანაშაული ჩაიდინა ქართველი ხალხის წინააღმდეგ პირველ რიგში. ამიტომ პირველ რიგში ეს უნდა იყოს გამოძიებული უშუალოდ ადგილზე და უნდა იყოს გამოკვეთილი კრიმინალური ფაქტები და ამ კრიმინალური ფაქტების საფუძველზე მონაწილეა ეს მთელი იერარქიული შტო რომელიც იქნება დაწყებული უშუალო შემსრულებლიდან, ბრძანების მიმღებიდან, ბრძანების გამცემიდან, მასში ჩართული ასე ვთქვათ კომპანიებიდან, აი შაბნელ საქმიანობაში, მაგალითად იარაღით ვაჭრობაში, ან ნარკოტიკებით ვაჭრობაში და სხვა ხო, აი მასში ჩართულია ეს ყველა შტო უნდა იყოს დაწყებული გამოძიებით ასული აბსოლუტურად მთელ ვერტიკალზე და მხოლოდ აქედან უნდა გამოიკვეთოს ეს იყო მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაული თუ ამაში იყო ისა რა ქვია პოლიტიკური მდგენელიც ნაციონალური მოძრაობის როგორც პოლიტიკური პარტიის მისი ბოსების დაკვეთით აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ. მოდი ახლა ავიღოთ ესეთი რამ კი, გასაგები. კი, მოდი ავიღოთ ასეთი რამ ახლა შეხედე. აი დაუშვათ, ჩვენ ვართ ამ კომისიაში ახლა, მე და თქვენ. ხო. აი მოიტანეს საქმე. ბუკების საქმე. კი ბატონო. ხო. ბუკების საქმე მოიტანეს და აი ამ დოკუმენტზე შესყიდვების რომელიც ესე იგი შესყიდვებიც მოხდა უკრაინიდან ხო ხელს აწეს ფოჩხუა ხო კი ბატონო რომ ფოჩხუა იყო ამ კომისიის თავმჯდომარე რომელი კომისიაც იქნა ჩასული უკრაინაში მიიღეს ეს ბუკები ესე იგი სპეციალისტებმა მიღებაზე არა გეტყვი მოიცა თავიდან სპეციალისტებმა შეამოწმეს მისი ვარგისიანობა შედგა დოკუმენტი ხელს აწერენ ამ დოკუმენტზე რომ ეს ვარგისი არის და ბოლოს ფოჩხუა აწეს ხელს და ღებულობს ამ ტექნიკას ხო და ჩამოდის საქართველოში და ჩამოდის უვარგისი რომელიც ესე იგი ფაქტიურად ვერ ჩამოწერილი ტექნიკა ხო? ეხლა კომისიამ ამოწია ეს დოკუმენტები. წაიკითხეს იქ ესე იგი ვინ პასუხებელი პირი ფოჩხუა. უნდა დაუძახონ თუ არა დაკითხვაზე ფოჩხუას და დაიწყოს ფოჩხუადან გამოძიება რომ შენ ეს რომ მეიღე. ბატონ ტრისთან. ჩვენ ესე ნამდვილად ვერა, იმიტომ რომ პირველ რიგში
უნდა ვიცოდეთ, ამიტომ ვახსენე მე წეყანო, უნდა იყოს გარკვეული ანალიტიკური ორგანო და სანამ ეს კომისია დაიწყებდა მუშაობას, მანამდე უნდა ყოფილიყო ეს შექმნილი იმისათვის, რომ თავი მოეყარათ არსებული ინფორმაციებისათვის, იმიტომ რომ ინფორმაციების მიხედვით შესაძლებელი იქნებოდა იმ პირების განსაზღვრა, ვინც შეიძლება შემდგომში ამ კომისიაზე ყოფილიყო დაძახებული და გამოკითხული დამატებით გამოკითხული იმისათვის რომ რაღაცა ბაზა უნდა გაგაჩნდეს, რაღაცა საინფორმაციო ბაზა უნდა გაგაჩნდეს და ზუსტად ამ საინფორმაციო ბაზის გაჩენისთვის იყო საჭირო ესეთი ორგანოს დროებითი ორგანოს შექმნა იგივე უშუალოების საბჭოსთან ან მოსამზადებლად და შემდგომ აი ამ ბაზის გამოყენება და ჩვენ ახლა ესეთი რაღაცა რო ყოფილიყო, ხო, პრინციპში დადგებოდა უკვე საკითხი იმის თაობაზე, რომ აი მაგალითად ვინ იქნებოდა პირველ რიგში და რა თემა შეიძლება ყოფილიყო არჩეული. ანუ შერჩეული უნდა ყოფილიყო უკვე თემატიკა. კი ბატონო. წინასწარ მაგალითად თავდაცვის სამინისტროს მიმართულება, ხო? აი აღმასრულებელი ხელისუფლების ხო გასაგებია, ანუ ქალბატონი თეა წულუკიანი მთავარ აქცენტს აკეთებს იმ მიმართულებაზე, სადაც ის იყო ფაქტიურად მიმართულებით კომპეტენტური და უფრო მეტი ინფორმაცია გააჩნდა. ამ მიმართულებით მე ვიძახი ადამიანის უფლებების დაცვით და ასე შემდეგ და მათ მიერ ჩადენილი ამ დანაშაულებების მთელი სპექტრის ირგვლივ, მაგრამ არსებობდა ისეთი თემატიკა, რომელიც არ იყო ჩვენი ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი აქამდე, რომელიც პრაქტიკულად იმალებოდა, იმიტომ რომ ზუსტად ეს თემატიკა, რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, კრიმინალური ორგანიზებული კრიმინალური, ასე ვთქვათ, საქმიანობა ნათელს ხდის, რომ მათ ჭეშმარიტ მოტივებს, აი ამ პოლიტიკური ძალის ჭეშმარიტ მოტივებს, იმიტომ რომ ეს იყო ორგანიზებული დანაშაულებრივი სინდიკატი. ამიტომ ვიძახი, რომ ზუსტად გამოძიება უნდა დაწყებულიყო აი ამ ინფორმაციების, შაბნელი ინფორმაციების წინ წამოწევით, ანუ ჯერჯერობით, უცნობი თემატიკის, ასე ვთქვათ, აი წინ წამოწევით და ამ გამოძიების პარალელურად დაწყებისა. მათ შორის იგივე თქვენ ბრძანეთ ეხლა წეღანო ფოჩხუას დაბარებაზე და თაობაზე. სანამ ფოჩხუას დაიბარებდნენ, ბატონო ჩემო, უნდა დაბარებულიყო დაბარება უნდა მომხდარიყო ყველა იმ პირების, ვინც აწარმოებდა 2004 წლიდან 2000, ასე ვთქვათ, 10 წლამდე სახელმწიფო შესყიდვებს და ვინც გახლდათ სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, იგივე თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში, იგივე შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში, იგივე სუსის სტრუქტურაში და იგივე სხვა სტრუქტურებში, სახელმწიფო სტრუქტურებში. ძალოვან უწყებებზე მაქვს ამ შემთხვევაში. არა, გასაგებია თქვენ რასაც ბატონო, ბატონო კოტი, გასაგებია. კი ბატონო, თუ შეიძლება. კი ბატონო. ესე იგი, უნდა ყოფილიყო აი ამ პიროვნებების დაბარება და ისა მათ მიერ უნდა მათგან უნდა წამოსულიყო ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა შესყიდვები იქნა განხორციელებული 2004 წლიდან 2012 წლამდე, მაგალითად კონკრეტულ შემთხვევაში ავიღოთ თავდაცვის სამინისტროს მიერ სხვადასხვა კუთხით იარაღის თაობაზე, ხო? კი. მოხდეს განსაჯაროება უნდა მოხდეს აბსოლუტურად აი ამ იმისი რა ქვია საიდუმლოების გრიფის მოხსნა შესაბამისად და აი ამ ინფორმაციის წარმოდგენა აი ამ კომისიაზე წარმოდგენა ანუ 2004 წელს შესყიდული იქნა ეს 2010 2005 წელს 2006 წელს 2007 წელს 2008 წელს და ამ პერიოდში თანამდებობის პირებები ვინც იყვნენ სულ ყველა უნდა იყოს გამოკითხული და ისა რა ქვია, უნდა იყოს მოკლეული. აი ეს შესყიდული, მაგალითად, კონკრეტული დასახელების, თქვენ ახსენეთ ბუკები, ხო? კონკრეტული ამ შემთხვევაში ვისაუბროთ ბუკებზე. ხო, ამ შემთხვევაში ვისაუბროთ მაგალითად ბუკებზე. აი მაგალითად ჩვენთვის ცნობილია, რომ ბუკები შეძენილი იქნა კომპანიის ისა რა ქვია. ბუკსპეც ექსპორტი. კი ბატონო, მაგრამ შუამავალი კომპანიის Bell Trading Consulting-ის მეშვეობით, რომელიც იყო შუამავალი თავდაცვის სამინისტროსა და უკრაინული კომპანიის უქსპეცექსპორტის
შორის დადებული ხელშეკრულებებისა უნდა იყოს ეს ხელშეკრულებები პრაქტიკულად ამოღებული და ხელშეკრულებების ეს ნაწილი მე ვიცი რომ უკრაინიდან ამის ამოღება დღეს პრაქტიკულად შეუძლებელია მაგრამ ეს ამის დოკუმენტაცია დღეს უნდა არსებობდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურებში, სახელმწიფო შესყიდვების სამსახურებში და ყველა შესყიდვა, რომელიც განხორციელებულია აი ამ სიაში მოხდა მაგალითად Bell Trading Consulting-ს ხო, ნებისმიერი მიმართულებით, უკვე ეს იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართულება ამ კომპანიის ჩართულობით, ეს იქნება იუსტიციის სამინისტროს მიმართულება, ეს იქნება სხვა სამინისტროების მიმართულება, სასჯელ აღსრულების მიმართულება თუ სხვა, ხო? უკვე აი ამ კომპანიებისა და მე პირობითად ვიძახი ერთ კომპანიაზე, თორე აქ რამოდენიმე კომპანია ვიცით, რომელიც საკმარისი იქნება იმისათვის, რომ სქემა თუ რა სქემით მუშაობდნენ ესენი, იმის და ამ სქემის მთავარი ამოცანა რა იყო, ფული საიდან უნდა მოეტანათ ამ შესყიდვებზე, ხო? ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება ის ასე ვთქვათ მილიარდ 200 მილიონის ფარგლებში, რომელიც წვრთნისა და აღჭურვის პროგრამაზე იყო გამოყოფილი და ამაში ჩართული იყო სხვადასხვა ძალოვანი უწყებები, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტრო, მათ შორის თავდაცვის სამინისტრო, მათ შორის საზღვრის დაცვის სამსახური, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ასე შემდეგ. ანუ ეს არის კომპლექსური გამოძიება. კი ბატონო. კი ბატონო. ამიტომ არის სპეციალურად უნდა პრიორიტეტები უნდა ყოფილიყო გამოყოფილი და ამ პრიორიტეტების გამოყოფა უნდა მოხდარიყო ზუსტად აი ესეთი ახლა ნახეთ შეხედე რა ხდება. ინფორმაციების საფუძველზე, ინფორმაციული მასივის არსებობა. ნახეთ რა ხდება ბატონო კოტე. კარგი. დაიწყოთ ბუკების მიმართულება, ხო? კი. ხო. ნუ მოკლედ კომისია მიადგან ბუკებს, ხო? მიადგან ბუკებს კომისია. და იქ დღეს ვერაფერს ვერ მიადგა ბატონ ტრისა. მე რას გონი, მე აი მაგალითი მიყვარს. და ნუ ახლა თქვენ ის შესყიდვების ისა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვინც იყო თავდაცვის სამინისტროში, დაიბარეს ის დაკითხვაზე. და ის ამბობს, კი, მე ვიყიდე და ეს კარგი იყო, კაცო, რას ამბობს, როგორ გეკადრებათ? ეს იყო ხარისხიანი, მუშა იყო, მაგრამ რუსებმა გაიტანეს, აღარ არის. ხო, ესე იგი, ანუ აქ არ უნდა გაჩერდეს კომისია. აი, მიტომ ვიძახე, მიტომ ვამბობ მე, რომ ამიტომ მე უნდა გამოიძახონ ფოჩხუა. ის კომისიის წევრები, რომელი კომისიის წევრებმაც იქ ხელი მოაწერეს დოკუმენტაციაზე და ამ რამდენი იქნა შეძენილი, რა რაოდენობა შემოიტანა, ვინ შემოიტანა, როგორ შემოიტანა. ის ფოჩხუა სიტყვის თუ კი ის ვარგისიანი იყო. როგორ არა? ეს უკვე გასაგებია. მე რა მინდა, სად მედივარ, ნახე, სად მედივარ, ნახე, დამამთავრებინეთ რა. ვიცი, სწორად იძახით, მაგრამ შეუძლებელია ამის გაკეთება, ეს პროკურატურამ და ხო, რას უნდა პროკურატურა ავიღოთ, ხო? ფოჩხუა ეტყვის, კი, ბატონო, მე ახლა ჩვენებაში, კი, მე შევისყიდე, კი, ბატონო, მე პასუხებელი სპეციალისტებმა შევამოწმეთ ხარისხიანი ყურება. შემდგომ რა ხდება? 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ეს ბუკები არ იქნა გამოყენებულები, არც ერთი, ხო? არ იქნა. არც ერთი, ესე იგი, რუსული ბომბდამშენები და მოიერიშეები ამ ბუკების მიერ არ იქნა დაზიანებული. ჩემი ინფორმაციით ერთი იქნა გამოყენებული. ახლა შეხედე რა ხდება, ნახეთ რა ხდება, სად მივდივარ ახლა მე. ვის უნდა გამოეყენები ეს ბუკები? აქ არის რევას სახვაძე. საჰაერო თავდაცვის ხო, აქ რევას სახვაძე. რევას სახვაძეს, როდესაც დამთავრდა ეს ომი დამთავრდა, ხო? რევას სახვაძეს მივიდა და უთხრეს, რომ ანგარიში შეიტანეს, რომ ესე იგი ბუკების მიერ იქნა ყველა ეს მოიერიშე და ბომბასიანი დაზიანებული ჩამოვარდნილი ბუკების მიერ. და წარადგინეს ისეთი სიები ადამიანების, რომელი ადამიანებს საერთოდ მიუღიათ მონაწილეობა დაჯილდოებებზე და იმაზე, რომ ანუ ამ ბუკების გაპრაება უნდათ. მაგრამ სახვაძე ამბობს, რომ მე არა ბატონო, ეგეთ რაღაც არ ყოფილაო, გაიგე? ამიტომ იქ სახვაძეს უნდა დაიბარონ. ხო, აი აქ ახლა ბუკების თემასთან კარგია თქვენ ახსენეთ, მაგრამ აქ რა უნდა ყოფილიყო და რა არის თავდაცვის სამინისტროს სისტემური დანაშაული, რა შეიძლება გამოიკვეთოს იმაზე ვისაუბრებ. ახლა მე მაშინდელი დროინდელი, ხო? ჩვეულებრივად ესე ხდება ბატონ ტრისთან, როდესაც თავდაცვის ერთი მინისტრი მიდის თანამდებობიდან და მას ცვლის მეორე მინისტრი, ჩვეულებრივად დგება მიღება ჩაბარების. რა თქმა უნდა, ეს ნებისმიერ თანამდებობაზე. ნებისმიერ თანამდებობაზე ესაა და მათ შორის, როდესაც ეს ეხება, ასე ვთქვათ, ძალოვანი უწყების პირველ პირებს. აი ამ შემთხვევაში მთავარი შეკითხვა, რაც შეიძლება კომისიამ დაასვას, ეს არის ჩატარებული იქნა თუ არა ინვენტარიზაცია ამ პერიოდში თავდაცვის სამინისტროსი და დადგენილი გააჩნია თუ არა თავდაცვის სამინისტროს ის დოკუმენტი, რომელიც ინვენტარიზაციით ასახული დოკუმენტი, სადაც ეს ბუკები ფიგურირებდნენ, მაგალითად
როცა 2007-ში მოხდა შესყიდვა. კი ბატონო, 2007-ში, 2008-ში, 2009-ში, 2009-ში აღარ არის უკვე. კი ბატონო, 2009-ში გაიტანა რუსებმა. ეს დოკუმენტალურად უნდა იყოს წარმოდგენილი და ეს დოკუმენტალური წარმოდგენა ამისი უნდა მოხდეს მას მერე, რაც ინფორმაცია უკვე იარსებებს კომისიაში, გესმით? გასაგებია, მაგრამ თორე ნებისმიერი ასეთი დაბარება, ნებისმიერი ასეთი ადამიანების გამოკითხვა არაფრის მომტანი არ იქნება, მე ვფიქრობ რა. ეხლა მომისმენთ ბატონო კოტე სპეციალისტებს, რომელსაც უნდა გამოიყენებინათ ეს ბუკები საომარი მოქმედებების დროს. სპეციალისტებს. აი ავიღოთ სახვაძე, ავიღოთ ორმოცაძე, ავიღოთ სალუქვაძე. ესენი სპეციალისტები, რომლებმაც ესე იგი ამ ბუკების მეშვეობით უნდა მოახდინათ ჩამოაგდოთ ისინი ბომბდაშინები და აპარატები, კი ბატონო. დიახ, ხო. ამ სპეციალისტების დაბარება არის თუ არა საჭირო დაკითხვაზე. გინდა პროკურატურის მხრიდან. ეს მოხდება, პროკურატურამ უნდა დაიბაროს, რა თქმა უნდა, შემდგომში. ნუ დაკითხოს. უკვე მას მერე უნდა იყოს დადებული, რაც უკვე იქნება აი მაგალითად როგორ მოხდება, მას მერე რაც აღიძრება სისხლის სამართლის საქმე კონკრეტული მიმართულებით, ხო? მაგალითად აი თავდაცვის სამინისტროს მიმართულებით ამ შესყიდვებთან დაკავშირებით რაღაც საკითხი წარმოიშვა. ჩვენ ჩათვალა კომისიამ, რომ აქ შეიძლება იყოს დანაშაულის ნიშნები, ეს მიდის მერე პროკურატურაში შესაბამისად და პროკურატურა ამაზე აი ამ იმისი რა ქვია, იწყებს გამოძიებას, ამ გამოძიების პირველადი მასალების მოპოვების შემთხვევაში და მე ფაქტურად საგამოძიებლო მოქმედება მოვყევი ახლა იმაში რა ქვია, სათავეში თუ რა უნდა გაკეთებულიყო, ამას გააკეთებს პარალელურად იგივე პროკურატურაც ამოიღებს ამ იმას რა ქვია დაიწყებს ამ გამოძიებას ზუსტად იმ სქემის მიხედვით, დაიდებს ამ დოკუმენტებს შესაბამისად, მოახდენს მათ შედარებას და დაიწყებს ამ ხალხის დაბარებას და გამოკითხვას. იმ ხელმძღვანელების, ვინც მაშინ აი ამ 2000 აი ამ პერიოდში შეხება ჰქონდა აი ამ თემატიკასთან, ხო? და ამ თემატიკაში აღმოჩნდება არა მარტო ბუკებთან თემაში, ამ თემატიკაში აღმოჩნდება იგივე ბატონი გენერალური შტაბის უფროსი კაპანაძე, რომელიც დღეს ექსპერტია და ნაციონალურ მოძრაობას იქით წარმოადგენს იქ მეორე მხარეს. ამაში აღმოჩნდებიან იგივე ის ალექსანდრე ნინუა, რომელიც დაპატიმრებული ყავდათ ახლა სახელმწიფო შესყიდვების სამსახური და 2014. სხვათა შორის ეს ალექსანდრე ნინუა, მინდა ვთქვა რა. ნინუა დღეს თანამდებობაზე მუშაობს. მე ხა სკანდალურ ინფორმაციას. თანამდებობაზე მუშაობს დღეს ნინუა. თავდაცვის სამინისტროში დააბრუნეს. მე არ ვიცი სად დააბრუნეს და როგორ დააბრუნეს. ხიდაშელმა დააბრუნეს სხვათა შორის. მე არ ვიცი ვინ დააბრუნა, როგორ დააბრუნა და სად დააბრუნა 2013 წელს ის იარაღის უკანონო ტარებაზე იქნა დაპატიმრებული, როცა დააპატიმრეს ფედერალურმა ბიურომ ამერიკის შეერთებული შტატებიც მიმართა მაშინდელ ჩვენ გენერალურ პროკურორს ბატონ კბილაშვილს წერილობით და მოითხოვა ალექსანდრე ნინუას ციხეში დაკითხვა მათი წარმომადგენლების მხრივ. 2013 წელს 13-14 წელია ზუსტად მაპატეთ შეიძლება პატარა იმაში რა ქვია, ჩახედვა დამჭირდება, მე სპეციალურად ამისათვის მომზადებული არ მოსულ ვარ ახლა თქვენს ეთერში. მოკლედ ჩამოვიდა ეს ჯგუფი და დააკითხეს ბატონი ალექსანდრე ნინუა. რა საკითხზე დაიკითხა ამის შესახებ ხო პროკურატურამ ძალიან კარგად იცის და იმ თანამშრომლებმა ვინც იქ იყვნენ. რა საკითხზე დაკითხეს და რა საერთო ქონდათ ეხლა ვინ იყო ალექსანდრე ნინუა შეერთებული შტატების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლებისათვის, ხო? ანუ ესე იგი რა საკითხზე დაიკითხა? რა ინტერესი იყო ამერიკელების რა? ამერიკელების რა ინტერესი იყო ამაში, ხო უნდა იყოს ეს იქნებოდა იარაღთან დაკავშირებული, იმიტომ რომ შესყიდვებთან დაკავშირებული თემატიკა. ხომ არ ფიქრობს იმას, რომ თვითონ ამერიკელების იყო ჩართული ამ იარაღის ვაჭრობის პროცესში? რა თქმა უნდა, იმიტომ ჩვენ ამაზე წინა იმაშიც ვისაუბრეთ და მოგიყევით მე ერთი ელემენტარული მაგალითი, მათ შორისაც აღმოჩნდა ერთი პატიოსანი ადამიანი, ვინც პირდაპირ თქვა, რომ ისა რა ქვია, ჩვენს მიერ ძებნილი ისა კაცთან ამერიკის ფედერალური საგამოძიებლო სტრუქტურების მიერ ძებნილ ადამიანთან ოფერ აზიზია საუბარი პასლოჯისტიკის დირექტორზე, ხო? რატო არ გავაფორმოთო ხელშეკრულება და პირდაპირ გაგიფორმოთ ხელშეკრულებას თავდაცვის სამინისტროს ეუბნებოდა, ხო? ამაზეა საუბარი. ეხლა ნახეთ რა. სხვათა შორის ის ოფერ აზი დღეს შეერთებულ შტატებში ის არის, რა ქვია, დაკავებულია და იხდის სასჯელს იმის, რა ქვია, უკანონოდ ვაჭრობისათვის, ხო? ნახეთ ახლა ბატონო კოტე რა ხდება. კარგი, დაუშვათ ახლა დაუშვათ და წაიყვანეს იქ. და სხვათა შორის ეს ნინუაზე კიდე გავამახვილებ რა ყურადღებას წარმოდგენა რო იყოს, არ დამთავრებულა ამით ყველაფერი ნინუას მთელი ეს
გამოვიდა მე ეს ადამიანი, ხო? ეს ალექსანდრე ნინოა და სულ რამოდენიმე ერთი თვის უკან იყო თუ თვენახევრის უკან იყო თუ ორი თვის ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ არც ერთი მნიშვნელობა არ აქვს, წელს იყო ეს ყველაფერი, call center-ი რო გააუქმეს აქ ძალოვანი უწყებები რო შევარდნენ ჩვენ. კი, კეზერაშვილის call center-ი. კეზერაშვილის call center-ი. კი, მაგრამ შეკითხვა ისმის, კაცო, ეს ადამიანი ციხეში გეჯდათ, ხო? კი. იცოდით დაახლოებით რა საკითხებთან ქონდა ამ ადამიანს შეხება. მერე გამოდის და call center-ების შექმნის საშუალებას აძლევთ, კაცო. ან სად არის ოპერატიული მეთვალყურეობა, ან სად არის სპეციალური უსაფრთხოების სამსახურები, რომლებიც ამას უნდა უყურებდნენ და ასე ვთქვათ, კომპრომეტირებულ პიროვნებას, რომელზედაც ეხლა მე ამას თუ ამბობ, რა ეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებს ეს ინფორმაცია არ გააჩნიათ? მე დარწმუნებული ვარ, რომ გააჩნიათ და იცოდნენ. მაგრამ არსებობდა გარკვეული აქამდე არსებობდა გარკვეული პოლიტიკური კონიუნქტურა, რომელიც უშლიდა მათ ამ გამოძიებაში სრულმასშტაბიან, ასე ვთქვათ, ჩართვას და მოქმედებას, ხო? და ეს ამის შედეგია ყველაფერი. ეს რაც შეეხება აი ამ ეპიზოდს ნინოასთან დაკავშირებით. ბატონო გოტე. ეს არის საკმაოდ სკანდალური რაღაცა, რაც მე გითხრა. ეხლა რა საკითხებიც კომისიამ წამოწია და ფაქტიურად ეხლა რა მიმართულებისას კომისია მუშაობს, თავისთავად ხადი არის აქ უკვე მე არ გამოვრიცხავ და ასეც იქნება მიდიან პირდაპირ. მე დიდი იმედი მაქვს, იმიტომ ამ კომისიაში არის ადამიანები, მათ შორის ორს მე ვიცი მათი ბექგრაუნდის შესახებ, წარმოგიდგენთ ბატონი სოზარ სუბარი ვიცით რომ არის საუკეთესო იურისტია და საკმაოდ ბატონი ალეკო ტაბატაძე, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება, ოპერატიული გამოცდილება და მას არ გაუჭირდება იმ ოპერატიული მას აქვს საკმაოდ კარგი ეგეთ რუსულად ოპერატიული სხვადკა იმისათვის რომ აი ამ გამოკითხვის პროცესში ბევრი ისეთი ინფორმაციას მოკიდოს ხე რაც მეტად საყურადღებო იქნება და მათი პროფესიონალიზმის მე ეხლა მე რა მინდა გასაგებია კი ბატონო რა იქნება მე არ ვიცი იმ კომისიაში ეხლა ძალიან კომპეტენტური ადამიანები ეს ორგანოებს მე არ ვიცნობ არ ვიცი გასაგებია ბატონო გოტე გასაგებია მათ კომპეტენტურობა ჩვენ ეჭვი არ გვიპარება რადგან ვიცით ჩვენ მათი ესე იგი რომ ეთქვი წარსულიც და მათი მომავალიც და მათი დამსახურებაც დღევანდელ პოლიტიკურ ცხოვრებაში ხო მაგრამ მე რა მინდა კიდევ და კიდევ გითხრათ და რა ესე იგი რა შეიძლება მოხდეს კიდევ ხო? აი და კომისია მუშაობს ამ მნიშვნელოვან საკითხებზე. მე კიდევ უბრუნდები ამ თავდაცვის სამინისტროს შეერაგებას და ასე შემდგომ ხო? 2008 წლის აგვისტოს ომს. გინდა არ გინდა მივდივარ და მიიყვანს ეს კომისია ამ კომისიის მუშაობა წავა ამერიკის შეერთებული შტატების იმ ლობისტებისკენ, რომელი ლობისტებიც მაშინ ლობირებდნენ ამ იარაღის ვაჭრობას და მათ შორის უკრაინელ ლობისტებთან. გინდა არ გინდა. ისინი ყველანაირად ეცდებიან რას? ყველანაირად ეცდებიან რომ როგორმე გააправონ ეს საქმე და კიდევ ვიმეორებ ის ტექნიკა და შეიარაღება რომელი ტექნიკა და შეიარაღებაც იყო თავისუფლად შემოტანილი უკრაინიდან გადაყიდული შემოს სხვა ქვეყნებში და ჩამოწერეს ორი იმას საბრძოლო დანაკარგში ამას ეცდებიან მაგრამ ამაზე დოკუმენტები არსებობს მაგრამ სად გაექცევიან იმ ჩანაწერსა იმ დოკუმენტს 2009 წელს როდესაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიდევ აქვს შემოტანილი უკრაინიდან საჰაერო თავდაცვის სისტემები ეს 200 ხო ეს ამ შეხედეთ რა ხდება ეს 200 არის აგვისტოს გაგანია ომის ხო ომის დროსაა შემოტანილი და ეს 200 დღესაც უნდა ითქეს საბრძოლო მორიგეობა შემოტანილს ვერ ვიტყვი ბატონ ტრისთან უფრო მე ვიტყვი საბაჟოზე გატარებულს არა შემოტანილი მიმღები თვითის იყო თავდაცვის სამინისტრო მიმღები არის თავდაცვის სამინისტრო და შემდეგ ბალანსი ყავს აყვანილი შელოსართაც არ შემოსულა ბალანსი ყავს აყვანილი თავდაცვის სამინისტროს მაგრამ ეს ხომ აღარ არის უკვე საბრძოლო დანაკარგში გადაყვანილი ხო არ ვიცი ბალანსი არის თუ არ არის მაგრამ მე ერთი საბაჟოზე ეს უნდა ყოფილიყო რეგისტრირებული, იმიტომ რომ იმ გამოძიებიდან რაც ხალბატონმა თავდაცვის სამინისტრო ხო მიმღები არის, კაცო. რაც გახსოვთ ის ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც თავის დროზე ჩატარდა, ხო, გაკეთდა ამ კუთხით, ქეთი აკეთებდა ამას მგონი ხოსტაშვილი, ხო, მაშინ ჩვენ რაღაც კუთხით ვეხმარებოდით მას და სწორედ მაშინ ჩვენ მისმა ჟურნალისტებმა ეს დააფიქსირეს და ამის მტკიცებულება მათ მონახეს ზუსტად იმ კომპანიებში, გადამზიდავ კომპანიებში, რომლის დოკუმენტაციის გამბაჟების დროსაც ამოყვინთა იმან აქია. კი ბატონო, და მე მაქვს დოკუმენტი ნუსხა 2008 ძალიან კარგია 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ შემოტანილი ტექნიკა და შეიარაღება და იქ არის იმ ნუსხაში S200 მითითებული. ეხლა კარგი იქნებოდა
ჩვენს აი ამ კომისიის წევრებს ცოდნოდათ ერთი დეტალი, რომ არსებობდა ესეთი საიდან გასკდა ეს ყველაფერი, მოდი ეს იცოდნენ რა, იმიტომ რომ ვინ არიანო ეხლა ესენიო მოვიდნენ და რაღაცებს იგონებენო და რაღაც ეგეთი საუბრები და ეს არ გაჩნდეს, ხო? უკრაინულმა მხარემ, კარგად მოგეხსენებათ თქვენს პატრონტრისთან ამის შესახებ, უკრაინულმა მხარემ თავის დროზე, ეს იყო 2009 წლის ბოლო, 2010 წლის დასაწყისი, ოქტომბრის თვე, 1 ოქტომბერი იყო თუ არ ვცდები, შექმნა საგამოდროებით საგამოძიებლო კომისია საქართველოსთვის იარაღის მიწოდების თაობაზე, მათ შორის ოპოზიციიდან ამ კომისიას ხელმძღვანელობდა ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო და სწორედ მან რადას ხდომაზე ამ ადამიანმა გააკეთა ვრცელი მოხსენება და იმ ვრცელი მოხსენების მიხედვით გახდა ჩვენთვის ცნობილი იმ კომპანიების შესახებ და ეს არ განსაჯაროებულა, მინდა ვთქვა, ჩვენი პირადი კონტაქტების წყალობით მოხერხდა ისე, რომ ჩვენ შემდგომ იქ უკრაინაშივე გაასაჯაროვეს და მერე გასაჯაროების შემდეგ გახდა ჩვენთვის ცნობილი და გამოყენებადი ოპერატიული თვალსაზრისით ჩვენთვის გამოყენებადი იმისათვის რომ შემდგომი გაგვეგრძელებინა აი ამ შესწავლა თუ რა კუთხით და სად შეიძლება წასულიყო ეს იარაღი მოხდა ეს იარაღი თავდაცვის სამინისტროს სისტემაში თუ სადმე სხვაგან არის გადაყიდული და გადაგარგული ხო იულია ტიმოშენკო ერთი მეორე ძალიან სერიოზული დიდი სკანდალი რომლის ავტენტურობაშიც იმ დოკუმენტაციის გაჟღერების ავტენტურობაშიც არავის ეჭვი არ ეპარება ეს გახლავთ და რომელ ადამიანსაც დღემდე დაძდებს ამერიკის ფედერალური სამსახურები იმისათვის რომ იგი დააპატიმრონ და წარადგინონ ამერიკის მართლმსაჯულების წინაშე ჟულიან ასანჟის ცნობილი აი ეს მთელი ფაილები რომელიც WikiLeaks-ზე გამოქვეყნდა თავის დროზე და რომელშიაც ამოყვინთა ბევრმა საინტერესო, ასე ვთქვათ, დეტალმა იგივე ამ შესყიდვებთან დაკავშირებით, მათ შორის შესყიდვებთან, რომელიც და მათ შორის დოკუმენტაცია, რომელიც ეხებოდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მაშინდელი ხელმძღვანელის ჰილარი კლინტონის და საქართველოში ელჩების, მათ შორის ტევტის მიმოწერას ერთმანეთთან ამ შესყიდვებთან დაკავშირებულ ათასობით სკანდალებს. და სწორედ იმ დოკუმენტებშიც დასტურდება, რატომ არის ეს დოკუმენტები ავტენტური, ეხლა ზუსტად მაგას ვხსნი, რომ იმ დოკუმენტებშიც ფიგურირებს ის კომპანიები, რომელიც იულია ტიმოშენკომ გააჟღერა, ასე ვთქვათ, რადაზღლომაზე. კერძოდ საუბარია Bell Trading and Consulting-ზე, სეიშელის კუნძულებზე რეგისტრირებულ კომპანიაზე, რომლის ხელმძღვანელები გახლავთ კრის და ევა ბრაუნები და მის უკან მოიაზრებოდა, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ბიზნესწრეები და მათ შორის ბატონი დავით ბრაუნი, დავით ახალაია, იგივე რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების პასპორტი გააჩნია დავით ბრაუნის იმის ქვეშ, რა ქვია. ხო, დავით ბრაუნის სახელი და გვარით. სოჩი დაბადებული პატივცემული პარლამენტის წევრი და დაახლოებული ბატონ ზელენსკისთან პიროვნება, ხო? ხა იქ არახამიასთან დაახლოებული პირი არის. ეს აი ამის მოძიებაც შეგვიძლია, ჩვენ იქ საინტერესო არის და ეს ინგლისური ტექსტია, მინდა ვთქვა, ინგლისური ტექსტია. იცით რა არის ბატონო კოტე? ძალიან სერიოზული ინგლისური. უამრავი ადამიანები იკვეთება საქართველოს მხრიდან. აი ამ დანაშაულების სქემაში და მათ შორის ეხლა მე ამიტომ ვთქვი რომ ისთვის არის იმ კომისიის აი ეს ჯგუფი საჭირო, იმიტომ რომ მათ უნდა გამოკვეთონ ვინ იქნება ცენტრალური ფიგურები აი აქ ხო იგივე მაგალითად უშროების საბჭოს იგივე მაშინდელი უშროების საბჭოს ხელმძღვანელს ბუკერია ხო დაქირავებული ქონდა ლობისტური კომპანია Orion Strategy რომელსაც თავის მხრივ ეს ლობისტური კომპანია რომელთანაც ურთიერთობა ქონდა უშროების საბჭოს მაშინდელს
და მათი მეშვეობით, ამ ორიონ სტრატეჯის მეშვეობით ქართული თავდაცვის სამინისტრო გასული იყო ამერიკულ კომპანიებზე, Martin Electronic Florida-ზე, Arm Stage-ზე, ჩვენ რო ვახსენეთ წეგან, General Dynamics-ზე და კიდე მეოთხე კომპანია, აღარ მახსოვს, მაგრამ ამასაც გამოძიების პროცესში იმ დოკუმენტაციას რო წამოწევენ, იქიდანაც გამოჩნდება თავდაცვის სამინისტრო და რო ამოიღებენ ამ შესყიდვების თემატიკას, იქიდანაც გამოჩნდება ვისგან რა და როგორ და რანაირად და რა კომპანიები იყო ამაში ჩართული. ყველაზე საინტერესო კიდე ერთი მომენტიც მინდა ვთქვა, ბატონ ტრისთან არ გამომჩეს მინდა ვთქვა, ძალიან საინტერესოა. იცოდეს ჩვენმა და რატომ არის ეს კრიმინალური დანაშაულებრივი რეჟიმი, რატომ იყო ეს შესყიდვები, რატომ იყო ზუსტად კრიმინალური დანაშაულებრივი გზით განხორციელებული, ამაზე მეტყველებს ის ფიგურანტები, ვინც ამაში მონაწილეობდნენ ამ შესყიდვებში, ვინც იყვნენ შუამავლები საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და იმ კომპანიებს შორის, გაბნეული კომპანიებს შორის, რომლებიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და სხვა სამინისტროებთან, მათ შორის არსებობს მაგალითი შინაგან საქმეთა სამინისტრო ვანო მერაბიშვილის მინისტრობის პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებისა, იგივე ამ ბელტრენდი კონსალტინგის მიერ კლაიმორის ტიპის მინების, ფეხოსანთა მინების შესაძენად 5000 მინა გვია. კი, იმაში ნუსხაში არის მითითებული. ნუსხაში არის, მაგრამ რა სჭირდება თავდაცვის შინაგან საქმეთა სამინისტროს 5000 სხვა თემა და სხვა საკითხი არის, ხო? შესასწავლი, სხვა თემატიკა, სერიოზულად შესასწავლი თემატიკაა და საკითხია. მე რატო ვამახვილებ ამაზე, მინდა ვთქვა. არსებობს ესეთი აი ამ რომელიც არეგულირებს მსოფლიოში აი ამ განიარაღების საკითხებს, ეს ყიდვა-გაყიდვის საკითხებს, იარაღით ვაჭრობის საკითხებს, განიარაღების სამსახური, გაეროსი, რომელიც ფაქტურად იძლევა ლიცენზიას შესაბამისად თუ ვის რომელ კომპანიებს აქვს ოფიციალური ლიცენზია იარაღით ვაჭრობაზე. საქართველოსთან რა კომპანიებსაც ქონდა, მათ 90%-ს არ არიან ლიცენზირებული კომპანიები და მათ შორის არიან ისეთი კომპანიები, რომელთა ხელმძღვანელები არაერთხელ იყვნენ მოხვედრილი იმაში გაეროს რეზოლუციაში, მათ შორის მე შემიძლია დავასახელო რეზოლუცია 1353, სადაც ჩამოწერილია გარკვეული მსოფლიოში მოქმედი იარაღით მოვაჭრე პიროვნებები, რომლებიც ჩართული იყვნენ კრიმინალურ საქმიანობაში და მათ შორის ფიგურირებს რამოდენიმე ისეთი კომპანია და რამოდენიმე ისეთი პიროვნება, ვისაც თავდაცვის სამინისტროსთან იმ პერიოდში ჰქონდა გაფორმებული ხელშეკრულება. მათ შორის Malvel Corporation-ი, ეგეთი კომპანია, რომლის ხელმძღვანელი გახლავთ სლობოდან ტეშიჩი, ეს არის სერბი ეროვნების პიროვნება, ყოფილი იუგოსლავიის სპეცსამსახურების წარმომადგენელი, რომელიც ოპერირებდა საქართველოში და ბათუმში იყო შემოსული ჯართის ბიზნესის სახით და სინამდვილეში ეწეოდა იარაღით უკანონო ვაჭრობას. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად. ბატონო გოგო, თქვენ ახსენეთ ახლა გაეროს კომისია განიარაღების საკითხებში და სწორედ გაეროს კომისიის განიარაღების საკითხებში ჩვენ კარგად ვიცით, წარმოადგენელი იყო თემურ ალასანია და წარმოადგენელი იყო სალომე ზურაბაშვილიც. ხო, ეს მე ზახის სალომე იყო წარმოდგენილი, მსახურობდა მაშინ საფრანგეთის კი, მაგრამ აი ეს 2006-7 მაშინ ლავროვიც წინა არა, მოიცადეთ ახლა სად მივდივარ ახლა მე ნახეთ 2005-6-7 წლებში იყო თემურ ალასანია. თემურ ალასანია, რომელსაც რა პოზიცია ეკავა, ახლა მე ზუსტად ვერ გეტყვი, თემურ ალასანია, ისე იგი არის თუ არა მონაწილე ამ საქართველოში არსებული მაშინდელი იარაღის კონტრაბანდის ვაჭრობასთან დაკავშირებით დიდი ასე ვთქვათ ვარაუდით, კი, ნამდვილად. იმიტომ რომ სხვანაირად შეუძლებელი იქნებოდა აი ამ ადამიანებზე და ამ კონტაქტებზე გასვლა ამ ხელისუფლების პირობებში. სხვათა შორის, მათ შორის დასაბარებელი ეყოლებათ ნახევარზე მეტი ის ექსპერტები, ვინც დღეს ასე ვთქვათ, ყელყელაობენ ოპოზიციური ტელევიზია. მათ შორის ბატონი გელა ბეჟუაშვილი მინდა ვთქვა, რომელიც
გუშინ ტელეეთერით გამოდიოდა და მის თავდაცვის სამინისტროს მაშინ შაშკინი რომელიცაც სხვათა შორის ეს სქემა რომელიც წარმოიშვა უკრაინელებიდან ამ იარაღის შესყიდვის თაობაზე და სეიშელის კუნძულებზე ბეჟუაშვილის თამით იყო ბეჟუაშვილს და პოროშენკოს ჰქონდა ძველი ურთიერთობები იქ ერთობლივი სწავლის პერიოდიდან და ასე შემდეგ მათ დააკავშირეს ეს ყველაფერი და ვინ გახეთქა ისეთ ეს ინფორმაცია თავის დროზე ბატონმა ირაკლი ოქროშვილი და მან საგაზეთო პუბლიკაციას კი გააკეთა ალიაში დაბეჭდა ისა რა ქვია თავის ერთ-ერთ ინტერვიუში და იქ პირდაპირ თქვა რომ მიხეილ სააკაშვილის ეს მის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში იგი იყო მომსწრე აი ამ შეხვედრისა და ამ სქემების დალაგებისა თავის დროზე და კარგი იქნებოდა ირაკლი ოქროაშვილსაც თუ გამოკითხავდნენ ზუსტად აი ამ სქემებთან და ამ იმასთან დაკავშირებით ხო ბატონი ყოდე ხო თქვენთან მაპატიეთ ახლა ძალიან დროში ვართ შეზღუდულები და ამიტომ და დავასრულებ რომ 13:53 რეზოლუცია რომელიც მე ხლა ვახსენე ეს გაეროს ის არის რა ქვია ეგიდით მოქმედი რეზოლუცია ეს არის ოფიციალური დოკუმენტი და შეუძლიათ მონახონ მარტო ეს იქნება საკმარისი მინდა ვთქვა მარტო ეს იქნება საკმარისი და ერთი ეპიზოდი აი იგივე სლობოდან ტეშიჩთან დაკავშირებით და იგივე აი ამ ოფერაზისთან დაკავშირებით, იგივე დანიელ ალვირესთან დაკავშირებით, იგივე BIM-თან დაკავშირებით, ბულგარულ კომპანიასთან დაკავშირებით, იგივე რუმინეთთან შესყიდვებთან დაკავშირებით, გრომებთან დაკავშირებით, ხო? აი ეს მიმართულებები საკმარისი იქნება იმისათვის, რომ გამოჩნდეს ანუ რა არის დასადგენი სქემა რა სქემით იპარავდნენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახელმწიფოების სახსრებს და ამ სახელმწიფო სახსრებს პირდაპირ კი არ ურიცხავდნენ იმ კომპანიას ვისგანაც ყიდულობდნენ ამ იარაღს არამედ ამას აკეთებდნენ ვირჯინიისა და ვირჯინის მაპატიეთ სეიშელის კუნძულების შემოვლით გესმით რა შეასაბამება ანუ ფული მიდიოდა ჯერ სეიშელის კუნძულებზე ილექებოდა იქ და შემდგომ და ისა რა ქვია ლიმუზინის ფასად ყიდულობდნენ იგივე ტანკებს იმაში რა ქვია უკრაინაში ხო მათ შორის ეს ტექნიკა იყო მეოთხე მეხუთე კატეგორიის ჩამოწერილი ტექნიკა იყო ჯართი იყო ბატონო გოდე ჩვენ დრო მოიწურა საკმაოდ ვრცელი თემაა და ამაზე შეიძლება მე სხვათა შორის თავის დროზე ეს ინფორმაცია რასაც ახლა ვყვები ხო ამის შესახებ ერთ-ერთ ტელევიზიაში მქონდა გაკეთებული 5 გადაცემა ამას ყველა ქართული პოლიტიკური მაფიის ანატომია იძებნება თავისუფლად ეს ისა რა ქვია გადაცემების შესაბამისად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მოძებნონ და ახაც მე ახლა არ ყვები უბრალოდ ვიმეორებ იმას რაც არსებობს და რაც დარჩა საქართველოს ისტორიას. მადლობა მომბრძანებისათვის ბატონო კოტე. ძვირფასო ტელემაყურებლებო, მე როგორც ყოველთვის დაგკპიდით და ჩემ პირობას ვასრულებ ჩვენ თვალყურს ვადენებთ კომისიის მუშაობას და მხოლოდ ამ საკითხების ირგვლივ და ამ საკითხებთან მიმართებაში მე ყოველთვის მეყოლებას ვსტუმრობ ბატონი კოტე ფორჩხიძე. რადგან ეს არის კომპეტენტური ამ მიმართულებით და ამ ადამიანმა იცის მთელი ეს კომპლექსური დაანშაულებრივი სქემა როგორ მიმდინარეობდა და ამიტომ ყოველთვის მათ შორის ეს არის აი ამ თემების გამოძიება მათ შორის არის გასაღები მინდა ვთქვა დღევანდელ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა. კი ბატონო. დიდი მადლობა რომ გვიყურებთ, კარგად ვზრდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე. მადლობა.